მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2019 წლის ივლისი ამოცანა ნომერი 23. ტოლი კინეტიკური ენერგიის პროტონი და ალფა ნაწილაკი შეიჭრა ერთნაირ ერთგვაროვან მაგნიტურ ველებში ძალწირების მართობულადო. აქ ჩავწეროთ მოცემულობა. მოცემულობით გითხრეს, რომ პროტონის და ალფა ნაწილაკის კინეტიკური ენერგიები ერთმანეთის ტოლიაო, E პროტონი ტოლი არის E ალფა ნაწილაკის. მაგნიტური ველი არის ერთგვაროვანიო, B უდრის კონსტანტას. შეიჭრა მართობულადო შესაბამისად ამ ველში ეს ნიშნავს, რომ პროტონის ისევე როგორც პროტონის, ასევე ალფა ნაწილაკის სიჩქარის მიმართულება და ველის მიმართულება მართობულია, ესე იგი მათ შორის კუთხე არის 90 გრადუსი. კი ბატონო, მაგნიტურ ველში პროტონზე მოქმედი ლორენცის ძალის მოდულია F-ო, ესე იგი ძალა, ლორენცის ძალა პროტონზე მოქმედი ტოლი არის F-ის. რისი ტოლია მაგნიტურ ველში ალფა ნაწილაკზე მოქმედი ლორენცის ძალის მოდულს ვეკითხებიან, თუ ალფა ნაწილაკს აქვს პროტონზე 4-ჯერ მეტი მასა. მოდი ესე მოვიქცეთ. თუ მასას პროტონისას აღნიშნავთ m-ის ტოლად, რადგანაც გითხრეს, რომ ალფა ნაწილაკს უფრო 4-ჯერ მეტი მასა აქვსო, m ალფა ნაწილაკი გამოგვდის 4m-ის ტოლი და რაც შეეხება მუხტებს, მუხტები 2-ჯერ მეტი მუხტი აქვს ალფა ნაწილაკს პროტონთან შედარებით. შესაბამისად, q პროტონს თუ ავიღებთ q ტოლად, q ალფა ტოლი იქნება მაშინ 2-ჯერ მეტი, ესე იგი 2q. და ჩვენ გვეკითხებიან განსაზღვროთ ალფა ნაწილაკზე მოქმედი ლორენცის ძალა F ალფას გვეკითხებიან. აგეთ მოდით პირველ რიგში ჩავწეროთ ლორენცის ძალები. რო ჩავწეროთ, ესე იგი F პროტონი, პროტონზე მოქმედი ლორენცის ძალა ტოლი არის F-ისო და ეს მეორე მხრივის ტოლი იქნება Q პროტონი, V პროტონი, B სინუს ალფა, ხო? ამასთან ალფა ნაწილაკზე მოქმედი ლორენცის ძალა ტოლი იქნება Q ალფა ნაწილაკი, V ალფა ნაწილაკი, B სინუს ალფა. გამომდინარე იქიდან, რომ ალფა 90 არის სინუს 90 ერთის ტოლია, შესაბამისად ეს გავითვალისწინოთ და ეს შეგვიძლია მოუშალოთ. და მოდით ახლა ქვედა ტოლობა გავყოთ ზედაზე. პირობითად შეიძლება, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა. F ალფას თუ გავყობთ ზედაზე, ესე იგი F-ზე მივიღებთ Q ალფა, V ალფა, B შეფარდებული Q პროტონი, V პროტონი, B ეს B-ები შევეკვეცა. გავითვალისწინოთ ახლა Q ალფა ნაწილაკის არის 2Q ტოლი, შეფარდებული Q პროტონის არის Q ტოლი. ეს კიდე ზემოთ გამრავლებული V ალფა შეფარდებული V პროტონთან. ესენი შევეკვეცა და მივიღეთ შემდეგ გამოსახულება 2 გამრავლებული V ალფა შეფარდებული V პროტონთან. ხო, ახლა სიჩქარეების შეფარდების განსაზღვრა დაგვჭირდა და პრინციპში პასუხსაც მივიღებთ. ამისთვის მოდით ასე მოვიქცეთ. ჩვენ გავითვალისწინოთ კინეტიკური ენერგიების ტოლობა. კერძოდ, პროტონის კინეტიკური ენერგია ტოლი არის ალფა ნაწილაკის კინეტიკური ენერგიის, შესაბამისად აქედან რა გამოგვივა? m პროტონი V პროტონის კვადრატ ნახევარი თურმე ტოლი ყოფილა პირობით m ალფა ნაწილაკი V ალფა ნაწილაკი კვადრატ ნახევრის ეს ორები შეგვეკვეცა და აქედან რა გამოგვივიდა? V ალფას შეფარდება V პროტონის კვადრატი. მაშინ ტოლი გამოგვდის m პროტონი შეფარდებული მასასთან ალფა ნაწილაკის. ამასთან პროტონის მასა არის m-ის ტოლი მოცემულობით, ალფა ნაწილაკის მასა არის 4m, შესაბამისად ეს ტოლი გამოგვდის 1/4, საიდანაც ტოლობის ორივე მხარეს თუ ფესვს ამოვიღებთ, მაშინ V ალფა შეფარდებული V პროტონთან ტოლი ყოფილა 1/2. ხო და ეს 1/2 შევიტანოთ აქ, ესე იგი ეს ტოლი გამოგვივიდა 2-ჯერ 1/2, საიდანაც F ალფა შეფარდებული F-თან ტოლი ყოფილა, ესენი შევეკვეცა აქა 1-ის და აქედან საბოლოოდ თუ დავწერთ პასუხს, პროტონზე ალფა ნაწილაკზე მოქმედი ლორენცის ძალაც F-ის ტოლი გამოგვივიდა. კი ბატონო, შესაბამისად რომელი იქნება ეს პასუხი? პასუხი G.